დიდება ღმერთს ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. და ეს არის მრავალ კილოცავთ კვირა ცხოველობას. დღეს არის თომას კვირა, კვირა ცხოველობა, კვირის განახლება, რადგან კვირა გახდა ჩვენი სიცოცხლის მომნიჭებელი დღე. ადრე გახსოვთ ძველ აღთქმაში შაბათი იყო საუფლო დღე, ხომ გახსოვთ? შაბათი იყო განსვენების დღე, როცა უფალმა განისვენა, მაგრამ შაბათი იმიტომ მოიეცა ძველ აღთქმაში მორწმუნეებს, რომ უფალი ეუბნება მათ, შაბათის თავისუფლება იმიტომ გიბრძანეთ მე თქვენო, რომ მე გამოგიყვანეთ თქვენ მონობიდან ეგვიპტეშიო. ხომ გახსოვთ ეგვიპტე რომ გამოიყვანა ტყვეობიდან უფალმა ისრაელი, იმის შემდეგ მისცა ღმერთმა მცნებამ მათ სინასთაზე რომ შაბათი იყოს უქმე, რატომ? იმიტომ როგორც მე გაგათავისუფლეთ თქვენ ეუბნება ღმერთი, თქვენც გათავისუფლდით ყოველგვარი საქმისგან და სამუშაოებისგან, თქვენი მონებიც კი არ ამუშაოთ შაბათს, იმიტომ რომ ყველა თავისუფალი უნდა იყოს. და ჩვენთვის ქრისტიანებისთვის თავისუფლების დღე რომელია? კვირა, რადგან კვირას გაგვათავისუფლმა უფალმა სიკვდილის ტყვეობიდან, ხო, ეშმაკის ტყვეობისგან. კვირას დაგვაბრუნა ღმერთის შვილობის მდგომარეობაში. ამიტომაც კვირა არის ის განსვენების დღე, რადგან ამ დღეს დაგვასვენა უფალმა და დამთავრდა სიკვდილის ძალაუფლება ადამიანზე. აი ამიტომ არის კვირა საუფლო დღე ჩვენთვის და დღეს არის აი ეს კვირა ცხოველობა. ცხოველი კვირა ნიშნავს სიცოცხლის მომნიჭებელი კვირის დღე არის დღეს. ამის შემდეგ ყოველთვის კვირას დღესასწაულობთ უფლის აღდგომას. დღეს არის ასევე თომას კვირა და სანამ თომას კვირაზე გეტყვით ორ სიტყვას, მანამდე მინდათ ქრისტეს ორი მთავარი მოციქულის იოანესი და პეტრეს წერილები გვაქვს ჩვენ ახალ აღთქმაში, ხომ ვიცით ეს? როცა ქრისტე ამაღლა, უფალი ამაღლდა ზეცად, მათ აი ამ წერილებში გადმოსცეს ის, რაც მათ იხილეს. და ამბობს იოანე მოციქული თავის პირველ წერილში, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა, ანუ ღმერთი, ქრისტე და ჩვენო ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ჭრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვასო. გესმით? ჭრეტდით, ვიხილეთ ხომსო, ვიხილეთ, ანუ ნავინახეთო, მაგრამ ჭრეტდით, რასაც გულისხმობს ის სიტყვა, რაც არის ორიგინალში, ნიშნავს, რომ აი ვათვალიერებდით. აი ყველაფერს ხედავდით მისას. ჭრეტდით მას იესო ქრისტეზე, ამიტომ განკაცებული იყო, ხორცში მოსული იყო და აი ვათვალიერებდით, ყველაფერი ვნახეთ მისი და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას. ანუ როცა აქ იყო ჩვენთან, ხელიც მოგვიყიდია მისთვის, მისი სხეულისთვის ამბობს იოანე. პეტრე მოციქული ამბობს თავის პირველ ეპისტოლეში, რომ თქვენო ახლაო განსასწრელი გაქვთო მორწმუნეებსო, მაგრამო ეს თქვენი განსასწრელი ოქროს გამოცდაზე უფრო ძვირფასიაო თქვენთვის. აი როგორც ოქრო დიდ ცეცხლში გამოიწდება, თქვენც აი ამ განსასწრებით გამოიწდებითო, რათაო თქვენი შეხვედრა ქრისტესთან სასიკადულო იყოს. აი როცა გამოჩნდება მეორედ უფალიო, რათა სასიკადულო საქები იყოს თქვენთვისო, შეხვედრა ქრისტესთან, რომელიც არ გინახავთ და გიყვართ. ვისაც წერს პეტრე, მათ ქრისტე არ უნახავთ თავის სიცოცხლეში. სხვაგან ცხოვრობენ ეს ებრაელები. ემიგრაციაში არიან, სხვაგან არიან რომის იმპერიაში. რომელიც არ გინახავთ, მაგრამ იწამეთ და გიყვართ. რომელსაც ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ. გიხარიათ და გამუდქმელი და დიდი სიხარულით ელით მას, ხომ? ვერ ხედავთ და გწამთ. აი ამაზეა დღევანდელი სახარება. ზუსტად ხომ გახსოვთ, როცა აღდგომის პირველივე დღეს, აი იმ დღეს, როცა აღდგა უფალი, ის გამოეცხადა თავის მოწაფეებს, როცა შეშინებულნი იყვნენ, კარი ჰქონდათ დაკეტილი, რადგან ეშინოდა ჩვენც არ დაგხოცონ იუდეველთა წინამძღოლებმა და მათ შორის დადგა უფალი და უთხრა მშვიდობა თქვენთან და მისცა მათ წმინდა სულის ძალაუფლება, რომ ცოდვები მიუტევონ როგორც ეკლესიამ ამ ქვეყანას. მაგრამ თომა არ იყო მათთან მისი ერთ-ერთი მოციქული, თომა აკლდათ და 8 დღის შემდეგ და უფალი მისი მოწაფეები ეუბნებოდნენ თომასო, ესე წერია ზუსტად ეს სიტყვა ნახსენები, რომ ეუბნებოდნენ, არ წმუნებდნენ, ეუბნებოდნენ, ნახეთ ჩვენ უფალიო, ნახეთ, უნდათ რომ დაეჯერებინათ მისთვის, რომ ნახეთ ჩვენ გამოგვეცხადა უფალი. თომა ეუბნება, რომ სანამ ჩემ ხელებს არ შევახებ მის ნალურსმევებს და ხელს არ ჩავყოფ მის ფერჩს, რაც შუბი უგმირეს, ჯვარცმის დროს არასოდეს ვიწამებ, რომ აღდგა უფალი.
და 8 დღის შემდეგ თომაც მათთან არის, ისევე შინიათ ჩაკეტილები არიან სახლში და ჩადგება მათ შორის ქრისტე და ეუბნება მშვიდობა თქვენთან. და შემდეგ თომას მიმართავს, რომ შეგიძლია შენი ხელები მომცე და შეახო ჩემს ხელებს. აი ხელით ვეხებოდითო ხო ამბობს, ჩვენი ხელით ვეხებოდით იოანე ხო ამბობს თავის წერილში. შეახო ხელები ჩემს ნალურს მევებს. შეგიძლია მომცე ხელი და ჩაყო ჩემს ჭრილობაში ფერჩი და ნუ იქნები ურწმუნო არამედ გწამდეს და თომა ამბობს, აი მთელი იოანეს სახარების წვერვალია ეს სიტყვები. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, ასე ამბობს თომა. ანუ აღიარებს, რომ ჩემი უფალი ხარ და ღმერთი ხარ ჩემი, რადგან იხილა აღმდგარი მკვდრეთით და შემდეგ იოქესს ეუბნება, შენ გწამს, რადგან მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ანუ ბედნიერია ის ხალხი, ვინც ვერ მიყავ, ვისაც არ უნახივარ, მაგრამ მაინც მიწამებს. აი, ასეც პავლე პეტრესტერ შემდეგ თავის ხალხს რომ არ გინახავთ, მაგრამ გწამთ, ნეტარნი ხართ, ბედნიერები ხართ, რომ არ გინახავთ მისი ფერდი და ხელები, მაგრამ მაინც იწამეთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ღვთის სული ისიც როგორ არის, აი როდესაც თქვენ გაგიჩნდებათ ღმერთზე ფიქრი, ჩვენ ეს ხომ ყოველთვის ხშირად გვითქვამს, თქვენ როდესაც ღმერთზე დაიწყებთ ფიქრს, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ეს შემთხვევით მოხდა. აი როცა თქვენ ღმერთზე იწყებთ ფიქრს, ამ დროს რა ხდება? ამ დროს ღმერთი გეძახით თქვენ. დაიმახსოვრეთ ეს. ღმერთზე როცა მოგივათ აფიქრი, იცოდე რომ იმ დროს ღმერთი გეძახის შენ. და მთავარია ის, შენ რას უპასუხებ და როგორ უპასუხებ, გესმით? აი ეს არის. ამიტომაც თუ ჩვენ ღმერთმა დაგვიძახა, ვუპასუხეთ, დავიწყეთ მისი ძიება, ღმერთი დაგვეხმარება, რომ შევიცნოთ, რომ ის არის უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. გესმით? ამას არ სჭირდება მისი ხელების დათვალიერება, ამას სჭირდება მისი სიტყვის მოსმენა, ამას სჭირდება სიყვარული ღმერთის. უნდა გიყვარდეს ღმერთი. უნდა ეძებდე, მოსიყვარული გულით უნდა ეძებდეს. შეიძლება ეჭვები შენს გაგიჩნდეს, მაგრამ თუ გიყვარს ამ ეჭვებს ყველაფერს გაფანტავს ღმერთი, იმიტომ რომ ყველაფერს აგიხსნის ისე როგორც თომას. ნახეთ, რომ გამოეცხადა პირდაპირ თომას მიმართავს, იმიტომ რომ იცის რომ თომა შეეჭვებულია. ორმაგია თორმა, ტყუპ-ტყუპი იმიტომ ქვია მას, რომ ორმაგია, თან სწამს, თან არ სწამს, ეჭობს, მაგრამ ღმერთი მოდის და პირდაპირ ეცხადება მას და აჩვენებს საგულს, რომ ის ნამდვილად აღდგა მკვდრეთით, უნდა გწამდეს, გვიყვარდეს უფალი ჩვენი და ის აუცილებლად გაგვამტკიცებს ჩვენს რწმენაში და შევხვდებით მის მეორედ მოსვლას ჩვენს და საქები იქნება ჩვენი შეხვედრა მასთან და დიდებული და ნეტარი. ამინ. და ეს წარით მრავალს დაგლოცოთ ღმერთმა, გაიხარეთ და გაძლიერდით. ქრისტე აღდგა.